მოგესალმებით. დღევანდელი ვიდეო გაკვეთილის თემა არის ეგრეთ წოდებული შიტები Excel-ში, ასევე ცნობილი როგორც სამუშაო ფურცლები ან გვერდები. ნახავთ, როგორ შეგვიძლია მათი დამატება ან წაშლა, სახელის ან ფერის შეცვლა ან დუბლირება. როგორ გადავიტანოთ კონკრეტული გვერდის სხვა ფაილში, ან როგორ დავაჰაიდოთ, ანუ დავმალოთ იგი, ან გამოვაჩინოთ. ასევე გაჩვენებთ, როგორ შეგვიძლია დავმალოთ ისე, რომ მესამე პირმა ვეღარ შეძლოს მისი გამოჩენა, თუ რა თქმა უნდა, მან პაროლი არ იცის. მოდით ჯერ ვნახოთ, სად არის ხო ეს გვერდები განლაგებული. გვერდები ანუ ეს სამუშაო ფურცელი შეგვიძლია ვნახოთ Excel-ის ინტერფეისის ქვედა ნაწილზე. აქ მაქვს ამ შემთხვევაში წარმოქმნილი ორი გვერდი, დასახელებით გვერდები და პაციენტის ვიზიტები, თუმცა ახალ Excel-ის ფაილში და ამის გამოცხადება შეგვიძლია Ctrl+N-ით თუ უკვე გახსნილია რომელიმე Excel-ის ფაილი, ახალი ფანჯარა გაიხსნება ასეთი ვიზუალით. Sheet 1 იქნება ცარიელი ფურცელი და თუ მენდომება გვერდი დავმატო, უნდა მიმართო აი ამ პლუს ღილაკს. პლუს ღილაკი ახალ გვერდს წარმოქმნის. ჩვენი ფაილის მაგალითზე რომ ვნახოთ, აქაც შეგვიძლია დავდგეთ და წარმოქმნება ახალი გვერდი, ამ შემთხვევაში sheet 1. გვერდი წარმოქმნება მონიშნული გვერდის მარჯვნივ. ამ შემთხვევაში sheet 1-ზე როცა ვდგავარ და ვაწვევი კიდევ ერთხელ განმეორებით პლუს ღილაკს, sheet 2 გამოჩნდება sheet 1 ფურცლის მარჯვნივ. ხოლო არის ალტერნატიული მეთოდიც. მაგალითად, თუ დავდგები მაუსის მარჯვენა ღილაკი და გამოვიძახებ inserts, გაიხსნება ახალი ფანჯარა, აქ თავარია მონიშნული იყოს workbook-ი, დავწევი OK და გვერდი კვლავ დაემატება, თუმცა ამ შემთხვევაში დაემატება კონკრეტული გვერდის მარცხნივ. ანალოგიურად დაემატება თუ დავაწვევით Shift და F11-ის კომბინაციას კლავიატურაზე. გამოჩნდება გვერდი Sheet 4. თუ მე აღარ მსურს ამ გვერდების დამატება და დააკვირდით, რომ გვერდების ნუმერაცია იზრდება ყოველ ახალ დანამატზე და მაგალითად გადავწყვიტე, რომ წავშალო გვერდი 4. მაუსის მარჯვენა კლიკით ხედავთ, რომ Insert-ის ქვემოთ არის Delete ღილაკი. დავკლიკავთ მას და Sheet 4 გაქრება. თუ მე მსურს ნავიგაცია ამ გვერდებზე, ერთი არის რომ მაუსის კლიკით გადავდივარ გვერდიდან გვერდზე, ალტერნატიული მეთოდი არის Ctrl და Page Up-ით გადადის მარცხენა გვერდებზე, Ctrl და Page Down-ი გადადის მარჯვენა გვერდებზე. თუ მე მსურს მოვნიშნო რამდენიმე გვერდი ერთდროულად, მაგალითად ეხლა რაც შევქმნი Sheet 1-დან Sheet 5-ის ჩათვლით, შემიძლია ერთი ვარიანტი, რომ Ctrl-ზე დავაჭირო ხელი და დავაკლიკო ჩემთვის სასურველ უჯრედს წასაშლელად, ან დავაკლიკო ერთზე, Ctrl, Shift და Page Up-ი ამ შემთხვევაში ამ ოთხივე გვერდს მონიშნავს. თუ მე მსურს ერთდროულად წავშალო ისინი, კვლავ ვაჭერ მაუსის მარჯვენა ღილაკს და ვიძახებ Delete-ს. თუმცა ალტერნატიული წაშლის მეთოდი არის Alt შორტკატებით Alt-ი, ხელი გაუშვათ, E, ხელი გაუშვათ და L. ანუ Alt-L ამ გვერდებს წაშლის, ეს იგივეა რაც დაკლიკება და Delete-ის არჩევა. ნუ ხედავთ, რომ დამატება წაშლა საკმაოდ მარტივად ხდება, მაგრამ მე თუ შევიყვან მონაცემს იმ გვერდზე, რომლის წაშლასაც ვაპირებ, შემდგომ დამისვამს ასეთ კითხვას. დარწმუნებული ხარ, რომ გსურს გაგრძელება. ვინაიდან ეს მოქმედება შეუქცევადი არის. ანუ უკან ვეღარ შევძლებთ ამ გვერდის დაბრუნებას, თუ რასაკვირველია ამ გვერდიანად არ იყო ფაილი შენახული. რაც შეეხება დასახელების შეცვლას, მაგალითად ახალ გვერდზე, ორჯერ თუ დავაკლიკებთ კონკრეტულ გვერდს, საშუალება მაქვს ჩემთვის სასურველი დასახელება მივუთითო. არსებობს ამის ალტერნატიული მეთოდიც. ანუ გარდა იმისა, რომ მაუსით შეგვიძლია დავაკლიკოთ, შეგვიძლია მაუსის მარჯვენა კლიკით ავირჩიოთ rename და ანალოგიურად დავწეროთ მაგალითად ხარჯი. კიდევ ერთი მეთოდი არის ribbon-ის მეშვეობით. მაგალითად sheet 14 შევქმნი ახლა და home ribbon-ზე ფორმატის ქვემოთ არის ასეთი ჩანართი rename sheet, ანუ იგივე ღილაკი, რაც წელან გამოვიძახეთ, თუმცა ribbon-ზე. ახლა რა მნიშვნელობაა, ხო? მნიშვნელობა ისაა, რომ როდესაც ribbon-ზე არის რამე ღილაკი განთავსებული, ეს საშუალებას გვაძლევს, რომ მაუსის გარეშე კლავიატურით მივწვდეთ მას. არის ასეთი Alt შორტკატების კომბინაციები. მაგალითად, მე თუ მინდა რომ გამოვიძახო ფორმატის ქვემოთ rename sheet-ი, რომელიც მდებარეობს home ribbon-ზე, ვიქცევი შემდეგნაირად. ხელს ვაჭერ Alt-ს, Alt ღილაკზე ხელის დაჭერა გამოაჩენს ლათინურ ასოებს ribbon-ების ქვემოთ, ეს მეუბნება, რომ H ღილაკის გამოძახებით კლავიატურაზე დავდგები home ribbon-ზე, N ღილაკის გამოძახებით დავდგები Insert ribbon-ზე და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში მე რაც ვსურდა რომ გამომიძახებინა მდებარეობდა home ribbon-ზე, აქედან გამომდინარე შემდეგი ღილაკი, რასაც ხელს ვაჭერ და Alt-ზე უკვე ხელი უნდა ქონდეს აშვებული, არის H. შემდეგი კიდე ფორმატის ქვემოთ არის O. ანუ დავაწევი O-ს და ჩაიშლება ფორმატინგის პანელი. და მე მსურდა rename, ხო, ამიტომ დავაწევი R-ს. ეს ბუნებრივად საჯდაპირო არ არის, მაგრამ თუ რაღაცებს ხშირად ვიყენებთ, შეგვიძლია გავყვეთ ამ Alt შორტკატებს და საჭიროების მიხედვით დავიმახსოვროთ ის კომბინაციები, რაც ჩვენთვის ყოველდღიური რუტინის ნაწილია. ამ შემთხვევაში სახელის შეცვლა შეგვიძლია საკმაოდ სწრაფად მოვახდინოთ. მაგალითად, დავამატე გვერდი Shift F11-ით, Alt H O R-ი და დავარქმევ რაც მსურს, ხო? ახალი გვერდი. Enter-ი. დავბრუნდეთ წაშლის საკითხს, მე თუ მსურს რამდენიმე გვერდი ერთდროულად მოვნიშნო, Ctrl-ით გადაადგილებასთან ერთად შემიძლია დავდგე უკიდურეს მარჯვენა გვერდზე, Ctrl Shift მარცხენა კლიკით წავშლი Alt E-L-ის გამოყენებით. რაც შეეხება ფერის დადებას, მაგალითად პაციენტის ვიზიტებს ხედავთ, რომ ფერი არ ადევს,
მაუსის მარჯვენა კლიკით შემიძლია ვნახოთ tab color-ი, სადაც ფერთა პანელი გაიხსნება და სასურველი ფერის არჩევის შემდეგ უკვე კონკრეტული გვერდიც თვალშესაცემი იქნება. გვერდებისთვის ფერის მიცემა კარგი არის არა მარტო თვალსაჩინოებისთვის, არამედ ამ კონკრეტული საკითხებთან მიხედვით კატეგორიზაციისთვისაც ხელსაყრელია. ხოლო რაც შეეხება გვერდის დუბლირებას, მაგალითად პაციენტების ვიზიტები მსურს დავადუბლიროთ ცალკე გვერდად, მიქცევის შემდეგნაირად. კონტროლს დავუჭიროთ ხელი, მაუსის მეშვეობით მოვკიდოთ ხელი ამ გვერდს და გავწიოთ გვერდით, მაგალითად მარჯვნივ. ხელს თუ ავუშვებ, შეიქმნება ამ კონკრეტული გვერდის ზუსტი ასლი, ხო? და დაერქმევა იგივე სახელი და ორიანი. კიდევ ერთხელ თუ დავადუბლირებ, იგივე სახელი და სამიანი. თუმცა ამის გაკეთება ასევე შეიძლება მაუსის მარჯვენა კლიკით, move or copy-ს გამოძახებით, rename-ის ქვემოთ და გაიხსნება შემდეგი ფანჯარა. To book ნიშნავს, რომელ ფაილში მსურს გაუშვა ეს კონკრეტული გვერდი, მაგრამ როდესაც მინდა იგივე გვერდზე დადუბლირდეს, ვრჩები აქ და ვირჩევ რომელი გვერდის შემდგომ მინდა გამოჩნდეს იგი. Move to end ნიშნავს, რომ გამოჩნდება ბოლოში. აქ მნიშვნელოვანია ავირჩიოთ create to copy, რადგან თუ კონკრეტული გვერდი მაქვს აღებული და copy-ს გარეშე ვამოძრავებ, უბრალოდ იგივე გვერდი გადადის სხვა ლოკაციაზე, თუმცა არ დუბლირდება. Copy-ს მეშვეობით გვერდის დუბლირება ხდება და დაემატება ახალი გვერდი პაციენტის ვიზიტები 4 ამ შემთხვევაში. ანუ იგივე არის, რაც მაუსით დადუბლირება. ახლა როგორ ვიქცევთ თუ გვინდა დადუბლირდეს, თუმცა ახალ ფაილში გაიგზავნოს ამ გვერდის ასლი. კვლავ მაუსის მარჯვენა კლიკი, move or copy, იგივე ფანჯარა, თუმცა აქ ნაცვლად მიმდინარე ფაილისა ვირჩევთ new books. New books თუ ავირჩევ, ბუნებრივია აქ არანაირი გვერდი არ იქნება. ვირჩევ create a copies, იმიტომ რომ თუ ამას არ ავირჩევ, აქ გაქრება და იქ გაჩნდება. მე მინდა რომ აქაც დარჩეს და იქაც წავიდეს, ამიტომ ამას მოვნიშნავ. Okay. შექმნება Excel-ის ახალი ფაილი, სადაც წავა ეს კონკრეტული მონაცემი. თუ დაბრუნდები წინა ფაილში, ნახავ რომ ეს მონაცემი ისევ თავის ადგილზე არის. ანუ უბრალოდ კოპირებული ვერსია გავუშვით ახალ Excel-ის ფაილში. თუ მსურს რომ არსებულ ფაილში გავუშვოთ ეს მონაცემი, ამისათვის გახსნილი უნდა იყოს ეს ფაილი და drop-down-ში ავირჩიოთ არათუ new book-ი, არამედ visits 2024 მაგალითად. აქაც თუ მინდა რომ დადუბლირდეს create a copy-ს მოვნიშნავ, ხო თუ მინდა რომ აქედან გადავიდეს იქ და აქ გაქრეს, მაშინ create a copy-ს არ მოვნიშნავ, OK-ს დავაწვევი და ემატება ეს გვერდი არსებულ Excel-ის ფაილს და წინა ფაილიდან გაქრება. ახლა მაგალითად სურს აი ეს გვერდი დავმალო. ანუ ვისაც გაუგზავნე ამ ფაილს, არ მინდა რომ ხილვადი იყოს მისთვის ეს გვერდი. ამისათვის მაუსის მარჯვენა კლიკით დავდგებით იმ გვერდზე, რომელიც გაქრობაც გსურს და ვირჩევთ hides. hides-ის გააქტირებთ ეს გვერდი არ გამოჩნდება, თუმცა კვლავ იქნება ამ ფაილის ნაწილი. ხოლო რაც შეეხება დამალული გვერდის აღდგენას, ამისათვის უნდა დავაკლიკოთ მაუსის მარჯვენა ღილაკით ნებისმიერ დარჩენილ გვერდზე, გამოვიძახოთ unhide და შემდეგი ფანჯარა გამოჩნდება. აქ იქნება ჩამოთვლილი სხვა გვერდების თუ დავმალავთ მათაც, ხოლო ამ შემთხვევაში არის მონიშნული, რომელიც გვინდა რომ აღვადგინოთ, დავაწვევით OK-ს და ეს გვერდი კვლავ გამოჩნდება. ანუ ასეთი დამალვა თვალსმოვარედო პრინციპია. დაინტერესებულ ადამიანს კვლავ შეუძლია იგი გამოიძახოს და გამოაჩინოს, ხო? მაგრამ როგორ დავმალო ისე, რომ სხვა მესამე პირს არ ქონდეს ამ გვერდის გამოჩენის შესაძლებლობა. ამისათვის მოდი ჯერ დავმალოთ იგი და იმისათვის რომ შევზღუდო ამ გვერდის გამოჩენა, დავდგები review ribbon-ზე და protect-ის tab-ში ავირჩევ protect workbooks. ეს საშუალებას მაძლევს, რომ სტრუქტურულად შევზღუდო ამ ფაილის მოდიფიცირება, რაც გულისხმობს გვერდის დამატება, წაშლა, გამოჩენა, დამალვას, ხო? მომთხოვს parole-ს, მაგალითად, ერთიანი. დავწვევი OK-ს, თხოვს გამეორებას, გამემორებ იგივე parole-ს და ფაილის მოდიფიცირება შეიზღუდება. ანუ ვეღარ შევძლებ გვერდის ვერც დამატებას, წაშლას, სახელის შეცვლას, ფერის შეცვლას და ვერც დამალვა გამოჩენას. ხოლო თუ მე მსურს ეს შეზღუდვა მოხსნა, მაგალითად, მე მინდა რომ მოდიფიცირება განვახორციელო, ჯერ უნდა დავდგეთ review ribbon-ზე, protect workbook-ის გამოძახებით, შემეკითხება parole-ს, თუ სწორად შევიყვან, შეზღუდვები მოიხსნება, ხო? ანუ კვლავ შევძლებ იგივე ოპერაციებს მივმართო. სულ ეს იყო დღევანდელი ლექცია, მადლობა ყურადღებისთვის და არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა.